იგავებიდან ერთ-ერთი მუხლი ასეთია, რომ თანამედროვე ქართულში გადმოიტანა. უყურეთ, როგორი შეგონება არის, თუ ადამიანი სიძულვილს ატარებ და პირფერობ, ეს მიუღებელი, აი პირფერი ადამიანი ხარ, ეს სიყვარულები ადამიანს ამ დროს სიძულვილი გაქვს. და რას გონება ღმერთი? თუ სიძულვილი გაქვს ადამიანის, არ ეპირფერო, ნუ ეს სიყვარულები არ არის საჭირო. შემდეგ არ იყო ერთი ამის გადამტანი მეორესთან, ესე იგი მოისმენი აქ ერთ ადგილზე რაღაცა, წახვედი ახლა და ჭორაობ ამ ადამიანზე. აი ნახეთ რა პრაქტიკული ისენია. ახლა ეს მე თანამედროვე ქართულზე თარგმნე შინაარსი, რომელიც გარითმული არის ორიგინალში და თარგმანში და შენარჩუნებული ეს რიტმიკა შეძლებს და გვარად. როცა ამას იდეას შინაარს გადმოვიტანთ, ასეთ ხასიათს იძენს ეს. თითქოს ჩვენ ხო ვიცით, მაგრამ ვარღვევთ. ამას ღმერთი გვეუბნება და თუ ღმერთი სიტყვას არ ღვევ, მაშინ პრობლემის წინაშე იქნები. ადამიანის იმას რო დაარღვევ, კიდე არაფერი პრობლემა არ არის, მით უმეტეს ადამიანი თუ ცოდვა დაცემულია სისულელეს ლაპარაკობს, იმას რატო დაუჭერო. მაგრამ ეს რატომ არის, იცით, ჭკუას სასწავლე. ღმერთი ველაპარაკება ხალხო და ვინ თუ არა ღმერთმა იცის როგორ მოიქცევი ამა თუ იმ სიტუაციაში. და ამიტომ არის ამის კარგად გააზრება და პრაქტიკულ ცხოვრებაში როგორ გამოგვადგება რა და რამდენი ცოდავს იცით. ესე იგი მოისმენი აქ და ნუ მიდიხარ და ნუ გადაგაქ ეს, ნუ იქნები გადამტანი სიტყვის ერთი ადგილიდან მეორეში და ამით შენ შფოთი შეგაქ ადამიანებში, ვინმე ამას იცავს. ხო გიჭირს. აგერ ღმერთი გვეუბნება და მე ვიძახთ ვისი ბრალია, აი ეს არ მithქვია, ის არ მithქვია. განსაკუთრებით მესამე, მეოთხე, მეხუთე პირის ლაპარაკი. მე არ ვესწრები სადღაც ამბავს და ვიღაცა მე რაღაცა ილაპარაკა, იმ გამსწრებ მოვიდა და ჩემ ახლობელს უთხრა, ჩემ ახლობელმა მე მითხრა და რამოდენიმე წლის მერე ეს წამოატივტივე, როცა ის არ მევასება და ვაჯახეთ წვირში, შენ ესეთი ხარ. და გაოცებული ადამიანი, შენ არ ესწრებოდი ამ საუბარს და შენ რა იცი მე როგორი ვარ. ხედავთ? აი ესეთი პრაქტიკული შეგონებებიც არის იგავებში. ჩვენ ვიცავთ ამას. და ვჭორავთ და ბოღმებს ვაგროვებთ ადამიანზე და გონია ადამიანს უყვარვარ, აი ერთი წელი, ორი წელი ჩვენთან არის და გონია ილუზია რომ მაგრა უყვარვართ. მე რაღაცა ეწყინება და 2 წლის განმავლობაში რაც მოაგროვა მანამ სიძულვილის კალათაში, ყველაფერს მოგაფრქვებს სახელში გაგხეთქავს რა. ტყუილი და მართალი სად არის? მართალი კიდე არა უშავს შენიშვნას მივიღებ, მაგრამ უამრავი ტყუილი როა და ამ კალათაში, სიცრუის კალათაში, სხვისი აზრები როა, სხვისი მოსმენი რო თვითონ არ დასწრებია. ჩვენ თავი გამოვიჭიროთ. აი ამის სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ და მკაცრად ეს უნდა შევაყვანოთ კონტროლზე. ხო რა, ამას არეულობისა და ჩხუბის გარდა არაფერი არ მოაქვს. ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ ადამიანს. და მე აქაც წერია იგავებში რომ სხვის საქმეებში ნუ ჩაერევი. სასიჭირო ჩაერიო სხვის საქმეებში. გესმის? ვინ გეკითხება ჩვენ ვიცავთ ამას?